შემოდგომის მიწურულს სიღნაღმა და სიღნაღელებმა სტუმრებს სახალხო ზეიმზე უმასპინძლეს. ფესტივალი, რომელიც ქალაქის სახელობის დღესასწაულს ატარებს, კულტურულ, სპორტულ და რა თქმა უნდა კულინარიულ მრავალფეროვნებას აერთიანებს. ნახეთ რეპორტაჟი, როგორ ჩაიარა სიღნაღობამ კახეთში. სიღნაღში სახალხო დღესასწაულის სიღნაღობა ტრადიციულად მრავალფეროვანი ღონისძიებით აღენიშნა. ფესტივალი ქალაქის ცენტრალურ ქუჩასა და სკვერში მოეწყო, სადაც მუნიციპალიტეტის სოფლების საკუთარი კუთხის ნაწარმით იყვნენ წარმოდგენილები. სტუმრებს ადგილზე ტრადიციული კერძებისა და სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნება შეეძლოთ. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში ხელნაკეთი ნივთებიც გამოიფინა. გაიმართა თათარაობისა და პურის ცხობის მასტერკლასები. ძალიან დიდი დღესასწაულია, ძალიან კარგი პროგრამები გვაქვს, ტრადიციული კერძები, ასევე გვაქვს ღვინო, რომელსაც შემოგთავაზებთ და ჩვენი სურნელი და ჩვენი ტრადიციები მინდა რომ წაიღოთ და მთელ საქართველოს ვამბობთ, რომ რა მაგარი ქალაქია სიღნაღი. ჩვენი კომპანია წელს პირველად ღებულობს ამ ფესტივალში მონაწილეობას და ძალიან მოხარული ვარ, როცა შემიძლია ჩემი პროდუქცია მომხმარებლებს რომ გავაცნო. ქალაქის ცენტრში სპორტული შემეცნებითი და გასართობი აქტივობები გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებულების სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. პროგრამა ყველა ასაკის ადამიანზე იყო გათვლილი. სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ზრუნავდნენ. ფესტივალის კულმინაცია საპატიო სიღნაღელისა და მეციხოვნის გამოვლენა იყო. საუკუნოვანი ისტორიული ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. და მინდა რომ თითოეულ იმ ადამიანს, იმ გუნდს, რომელმაც მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, დიდი მადლობა გადაუხადო. ეს ჯილდო ეკუთვნის მთელ სიღნაღს, მთელ ქიზიყელ ხალხს. ამ გალავანს, ციხის გალავანს 200 წლის წინ პატრონობდა და აღაშენა, გაამთელა, განარცოდა განადერეკლე მეფემ. ღონისძიებაზე დილიდან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ფესტივალზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარე მეწარმეებს შეხვდა და მათ პროდუქციას საწოლზე გაეცნო. დღეს სიღნაღში აღნიშნავთ შემოდგომის ფესტივალს. მშვენიერი ამინდი არის, განწყობა ხალხში, საშემოდგომო, მას შემდეგ რაც ჭირნახული არის დაბინავებული, უხრებს ազდის კვამლი და მთელი კახეთი ამ დროს ზეიმობს და მიხარია რომ შესაძლებლობა მაქვს რომ ქიზიყში ქიზიყელებთან ერთად აღნიშნოთ ეს დღე. აღნიშნული ფესტივალის მიზანია ქალაქ სიღნაღში და სიღნაღის მუნიციპალიტეტში როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმზიდველობის ცენტრის პოპულარიზაცია და ასევე ხელს უწყობს კახეთს როგორც მეღვინეობა, მევენახეობის მხარის ღვინის პოპულარიზაციას. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი შავნაბადა და ლიზა ბაგრატიონი წარდგნენ. მაქვს პატივი საპატიო სიღნაღელებს ვუმღერო, მიულოცო ამ ფანტასტიურ კუთხეს და ადგილს და ქალაქს თავისი დღე და ვიყო ნაწილი იმ დღეს დიდი დღესასწაულისა, რასაც უბრალოდ სიყვარული ქვია. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.